ეს ყველაფერი მოხდება 8 მარტს და არა არც დუბაიში, არც აბუდაბიში და არც საუდის არაბეთში. გამარჯობა, დაგიბრუნდით, კვლავ იმედია თქვენს ჩემსავით გამოხვედით გუშინდელი საოცარი ღონისძიების ეიფორიიდან. ალექს პერეირა დაუპირისპირდება მაგომედ ანკალაევს, ან და პირიქით მაგომედ ანკალაევი შეეცდება პერეირასთვის ქამრის წართმევას. ეს ყველაფერი მოხდება 8 მარტს და არა არც დუბაიში, არც აბუდაბიში და არც საუდის არაბეთში. ბევრს ეგონა რომ ანკალაევი მარტო იქ ჩხუბობდა, სადაც ჩამოთვალე ჩამოთვლილი ქვეყნები და სახელმწიფოები, თუმცა ხრეს რომ იჩხუბებ იქ, სადაც გეტყვით ჩვენო მით უფრო რომ შენ არ გაქვს ასარჩევად საქმე, იმიტომ რომ ჩემპიონი არის ალექს პერეირა და ძალიან ამსახურებულად, ძალიან დომინანტურად განაგრძობს ეს ადამიანი ჩაცემენტებას თავისი მემკვიდრეობისა, რასაც სამომავლოდ ძალიან მალე უკვე დიდების დარბაზში შესვლაც ეწოდება. ირი პროჰასკა, ჯამაჰალ ჰილი მივიღეთ ნამდვილი ომი, ამ ორმა ჯენტლმენმა შემოგთავაზა საოცარი შოუ, 3 რაუნდიანი, თუმცა 3 რაუნდზე უფრო ნაკლები იყო ირი პროჰასკას იმისათვის, რომ დაესრულებინა ჯამაჰალ ჰილის ბევრი ლაპარაკი და კიდევ უფრო მეტად გამოეკვეთა ის ფაქტი, რომ მისი კრიპტონიტი და მისი აქილევსის ქუსლი მხოლოდ და მხოლოდ არის ალექს პერეირა და არავინ სხვა. ძალიან მაგარი ბრძოლა იყო, მოკლედ აქ არანაირ გადაწყვეტილებაზე საუბარი ნამდვილად არ იყო, იმედია თქვენც არ ქონათ ამის ველოდინო, შეიძლება გადაწყვეტილებამდე მისული იყო საქმე, იმიტომ რომ ირი პროჰასკა ან აფინიშებს, ან ფინიშდება, სხვა ვარიანტი აქ არ არსებობს და ძირითად შემთხვევაში თვითონ არის ფინიშერი და თქვენი აზრი მაინტერესებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გენიშნათ ამ ბრძოლაში ირისთან მიმართებით. ალბათ ის, რაც დანარჩენ სამყაროს. ანუ ოდნავ ხელების მაღლა აწევა ისწავლა ამ ადამიანმა, მით უმეტეს ის საშინელი გამოცდილება, რაც მიიღო მან ალექს პერეირას წინააღმდეგ, ორჯერ ბიტასავით მოხვდა მისი ხელი და უგონო მდგომარეობაში დაეცა და უთხრეს, რომ შეკაი ადამიანო, აწიე ეს ხელები ცოტა ზემოთ და შეეცადა, ყოველ შემთხვევაში ხარ რამდენად იდეალურად გამოვიდა ეს, არ ვიცით, მასაც მოხვდა, მაგრამ ხელების აწევასთან ერთად ცოტა თავის მოძრაობაც გააუმჯობესა, რამაც მისცა საშუალება, რომ კონტრშეტევით ემოქმედა, ანუ გამოეყენებინა ის, რასაც ძირითადად ალექს პერეირა იყენებს. ნუ ცხადია, ახლა ირი პროჰასკა უცებ ვერ გარდაიქმნება ალექს პერეირად და ვერ დადგება მისი დონის სტრაიკერი მისგან, თუმცა ისეთ მოწინააღმდეგეების პირისპირ, როგორიც არის ჯამაჰალ ჰილი, ძალიან კარგად შეასრულა საშინაო დავალება ირი პროჰასკამ და აი ახლა რა ვიდეოსაც შემოგთავაზებთ, ზუსტად ამის ამსახველია, ანუ ის თუ როგორ წევს ირი პროჰასკა თავს უკან და კონტრშეტევით ანადგურებს ჯამაჰალ ჰილს, რომელიც თავის მხრივ უშვებს უპატიებელ შესწომას. კი, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ აი 10-იანზე, 5-იანზე შეასრულა პროჰასკამ საშინაო დავალება, კარგად იმეცადინა, აშკარად გაითვალისწინა და გაითავისა ის შეცდომები, რა შეცდომებიც მან დაუშვა და ვერ მოიპოვა ქამარი ალექს პერეირას წინააღმდეგ, თუმცა ახლა რა იქნება არ ვიცით მეტნაკლებად, იმიტომ რომ თავის მხრივ პროჰასკა ითხოვს ტრილოგიას პერეირასთან, რაც ფაქტობრივად ჯერ გამორიცხულია, იმიტომ რომ ორჯერ მოგეცემა ამის შანსი და ორივეჯერ უშანსოდ დანოკაუტდები, მოდი ცოტა ხანს წაივარჯიშე სხვებთან, ხო? ვიხილავდი პროჰასკას დიდი სიამოვნებით, მაგალითად, აი ბლაჰოვიჩთან, ან კარლოს ულბერგთან, ან ხალილ რაუნთრისთანაც ასევე, იმიტომ რომ ნუ პირველ რიგში ბლაჰოვიჩთან მისი დაპირისპირება უნდა შემდგარიყო და სამწუხაროდ ვერ შედგა და ძალიან მაინტერესებს მე პირადად ევროპელი გიგანტების და ტიტანების ჯახი პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის გზაგასაყარზე როგორი იქნება და ასევე კარლოს ულბერგი, რომელიც ისრაელ ადესანიას ახლო მეგობარია, ერთად ვარჯიშობენ ისინი, ისიც ერთგვარი პროსპექტია, ხო, ამტკიცებს თავისას და რამდენად მაღალი დონის მებრძოლია ტოპ ბიჭებთან, ესეც უნდა დამტკიცდეს. რაც შეეხება ჰილს, ნუ ძალიან გულგატეხილი იყო ბრძოლის დასრულების შემდეგ და არ ვიცი ახლა მას წინ რა ელოდება, მე მგონი ქამარზე პრეტენზიები ცოტა ხნით გვერდით უნდა გადადოს და ცოტა უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს იმას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ის როგორც სტრაიკერი, იმიტომ რომ სხვა ვერაფერი შემოთავაზება მას ამ ეტაპზე ვერ შეუძლია. რაც შეეხება იმ ბრძოლას, რომელიც გადაწყვეტს მომავალი ქამრის მფლობელის ვინაობას, ანუ შეინარჩუნებს თუ არა პერეირა ქამარს, თუ დათმობს მას მაგომედ ანკალაევთან, რომლის მიმართაც მე სუბიექტურად მაინც კარგად არ ვარ განწყობილი, მხოლოდ და მხოლოდ მისი საბრძოლო სტილიდან გამომდინარე ვერ გავიგე ეს ადამიანი ფეხზეც უნდა ყოფნა ჭიდაობაც არ ვიცი, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ჩემთვის ეს ადამიანი როგორც მებრძოლი საინტერესო, არ ვისურვებდი მას რომ ქონოდა ქამარი, მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური თვალსაზრისით ვამოფამას და იმედი მაქვს რომ თქვენც მეთანხმებით თუ არა და
კონტრარგუმენტსაც მოვისმენდი კომენტარებში ძალიან დიდი სიამოვნებით. პირველ რიგში იმიტომ რომ არ არის ჩემი აზრით მაგომედ ანკალაევი პერსონაჟი და პერსონა, ანუ ის რაც მოუტანს UFC-ს ფულს გაყიდის ბილეთებს და კონკრეტული სეგმენტის გარდა შეძენს მას ფანებს. ახლა რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლას და რა მოლოდინები შეიძლება იყოს, ხო? აქ არ ვიცი თუ იჭიდავებს კიდევ შეიძლება ჰქონდეს შანსი, იმიტომ რომ პერეირა ერთ ღამეში ვერანაირად ვერ გადაიქცევა, ვერც დემიენ მაიად და ვერც ნებისმიერ სხვა, არ ვიცი, გრეპლერად, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ აქვს მაღალი წოდების ქამარი ჯიუ-ჯიტსუში, ეს რეალურად ახლა არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ადამიანი მთელი ცხოვრება ფეხზე იბრძვის, ხო? და კიკბოქსერია, უმაღლესი დონის სტრაიკერია და ასე უცებ რამდენიმე წელში ვერ ხდებიან გრეპლერები მისი გაბარიტებიდან გამომდინარე და იაღნაგობიდან გამომდინარე. ხო, რაც შეეხება მაგომედ ანკალაევს, არაჩვეულებრივად ჭიდაობს, ფეხზეც ნორმალურად დგას, ნუ ყოველ შემთხვევაში რაკეტიდან ეს დასტურდა და იონ კუტელაბასთანაც, თუმცა კუტელაბა რამდენად არის საზომი ამისი, ეს არ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ მე რაკეტის მხარეს ვიყავი, მაინც ნუ ანკალაევმა აჯობა, მაგრამ ვერ აჯობა იან ბლაჰოვიჩს, რომელმაც ფეხი წააცალა თავის დროზე და ჭიდაობამაც ვერ უშველა ამორთა ბრძოლაში. შესაბამისად, რაბედი ელის ქვემძიმე წონითი კატეგორიის ქამარს ეს გამოვლინდება, იმედი მაქვს, რომ პოატანი იქნება გამარჯვებული, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ, იმიტომ რომ ეს ადამიანი უნიკალური შენაძენია UFC-სთვის და მისი ასაკიდან გამომდინარე ძალიან ცოტა გადაგვჭა იმისათვის, რომ დაუტკბეთ ამ მებრძოლის სანახაობით 37 საათი 38 ზუსტად არ მახსოვს, შესაბამისად მისი წამზომი ჩართულია, დრო დათვლილია და ძალიან ცოტა გაგვჭება საიმისოდ, რომ დაუტკბეთ მოკლედ ამ ადამიანის ხილვით. და მარტში, რა გადარჩა პრინციპში 2 თვეში უკვე გაირკვევა ის თუ ვინ იქნება გამარჯვებული ანკალაევსა და პერეირას შორის. მე კიდევ ერთხელ აღნიშნავ, პერეირასკენ ვიხრები, თქვენს აზრსაც მოვისმენდი სიამოვნებით და მგონია რომ მან უნდა შეასრულოს თავისი დავალება ზედმიწევნით, იმიტომ რომ ყველა ბრძოლა მიუხედავად ვინ დგას შენ პირისპირ იწყება ფეხზე. ერთ-ორ მომენტში შეძლებს რომ პერეირამ გინდა ფეხი, გინდა მარცხენა ხელი, ის ქვის მარცხენა ხელი გააძვრინოს და გათიშოს ანკალაევით. ერთი პატარა ვიდეოთი მინდა ეს ეპიზოდი დავასრულო, ჩვენი აი ნახავდით დარწმუნებული ვარ, პერეირა როგორ ემუქრებოდა თავის შვილებს, ანუ ჰილს და პროჰასკას ქამრით გალახვით, თუ ისინი არ შეწყვეტდნენ ჩხუბს, ხადია მისი შვილები არიან, ხო, ჯამში სამჯერ ყავს ეს ორი ადამიანი გათიშული. ამ ნოტაზე დაგემშვიდობებით მომდევნო ეპიზოდამდე.